ჩვენც გაკონტროლები. მაგრამ ვერ ხვდები. დღეს მე ისეთ მოვლენაზე მოგიყვებით, რომელიც ადამიანების top 1%-ის top 1%-მა იცის მხოლოდ. ადამიანებმა, რომლებიც ღმერთის როლს ისე თამაშობენ, რომ მისგან ამის უფლება არ მივაღიოთ. მოდი ახლა ერთ პატარა რაღაცას მოგასმენებ და მითხარი რას ფიქრობ და რას გრძნობ. ვერაფერი გაიგე? მოდი კიდე ერთხელ მოვუსმინე. მაინც ვერაფერი გაიგე? ამით იმის თქვა მინდა რომ მნიშვნელოვანი ის კი არის რა გესმის. მნიშვნელოვანია როგორ გესმის. გამარჯობა, მე მარგველა ვარ, იუთუბერი, მუსიკოსი და ხმის ინჟინერი. დღეს ფრიად საინტერესო თემაზე სასაუბროთ შეკრიბეთ. ხოლო რა თემაზე შეკრიბეთ? ამას ვიდეოს ყურების პროცესში ძალიან კარგად გაიგებთ. ხო და მიდი ახლა გაცხელე ეგლობიო რა, ბევრი არ მოვუდინა და დავიწყოთ. ასე ფიქრებ თუ გეტყვი რომ შენი საყვარელი მეინსტრიმ მუსიკის, თუნდაც შენი საყვარელი ფილმების და პოდკასტების და გადაცემების უმეტესობა შენს გონებაზე უარყოფითად მოქმედებს. და ეს არის ერთი რამის დამსახურება. ეს არის სიხშირე, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილთაგანში ისმის. ეს არის 440 Hz. სანამ უშუალოდ ამ თემას კარგად ჩავშლით, პირველ რიგში გავშალოთ, რას ნიშნავს გონების კონტროლი. გონების კონტროლი არის, როცა რაღაცის ან ვიღაცის ზემოქმედების მიერ ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ იცვლება ჩვენი ქმედებები ან თუნდაც ფიქრები. ძალიან ბევრი გზა გვინახავს ფილმებში, ბევრი ისტორია მოგვისმენია, როგორ შეიძლება კონტროლდებოდეს ადამიანის გონება. თუმცა მე ერთ კონკრეტულ თემაზე მოგიყვებით, რომელზეც არის ჩვენი საყვარელი მუსიკა პასუხისმგებელი, ჩვენი საყვარელი ფილმები, პოდკასტები, ვიდეო თუ აუდიო მასალა. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 440 Hz იქნება ეს თუ 10000 Hz. ყველა ჰერცს მისი ტონალური ჟღერადობა აქვს. აი სწორედ ეს მოგასმენინეთ თავში. დაახლოებით მე-20 საუკუნეში ძალიან ბევრ ორკესტრს ჰქონდა პრობლემა, რომ როდესაც კონცერტზე ერთად იკრიბებდნენ სიტყვაზე იტალიელი ინსტრუმენტალისტები და გერმანელი ინსტრუმენტალისტები, ჰქონდათ ინსტრუმენტების სხვადასხვა წყობა. ანუ რეალურად რა გამოდის, რომ 440 Hz არის უბრალოდ ინსტრუმენტის წყობა, ანუ ჩვეულებრივი ნოტი. ამის გამო მივიდა ამერიკა ეგეთ გადაწყვეტილებამდე 1916 წელს, რომ 440 Hz უნდა ყოფილიყო სტანდარტული ეგრეთ წოდებული ტონალობა. და რატომ 440 Hz? ეს რომ გავიგოთ, ამისთვის ცოტათი უკავნა გადავახვიოთ და ისტორია თავიდან დავიწყოთ. ყველა ის ჟღერადობა, რაც ჩვენ გვესმის, იქნება ეს მუსიკა, ქალაქის ხმაური, ვიდეო თამაშები, არ აქვს მნიშვნელობა რა. მთავარი იყოს ჟღერადობა. ძალიან დიდ და მჭიდრო კავშირშია ბუნებასთან და თქვენ წარმოიდგინეთ მათემატიკასთან. ყველაფერი ისე კარგად და გეომეტრიულად არის დალაგებული, როგორც ახლა ხედავთ. სწორედ გეომეტრიასთან და ბუნებასთან ასეთი მჭიდრო კავშირის გამო წარმოიქმნა თეორია, ფაქტობრივად აფეთქდა ინტერნეტი ამის გამო, რომ სიხშირეებით ადამიანის გონების გაკონტროლება შესაძლებელია. ალბათ გაინტერესებთ რა არის საერთოდ სიხშირე და რატო ველაპარაკებით ამაზე და ზღაპრებს ხوار გიყვებით საერთოდ. მაგრამ არა, არ გიყვებით ზღაპრებს. ეხლა გეტყვით რა არის სიხშირე. სიხშირე არის რეალურად ტალღის რხევა წამში. ანუ მე რომ დასაწყისში 440 Hz ვახსენე, ეს ნიშნავს რომ 440 ჯერ შეირხა ტალღა წამში. სწორედ ბუნებასთან და გეომეტრიასთან ასეთი მჭიდრო კავშირის გამო წარმოიქმნა თეორია, რომ გონების კონტროლი ყველაზე მარტივი არის სიხშირეების დახმარებით. ზოგადად ძალიან ბევრი სიხშირე არსებობს, თუმცა ადამიანის წვინ შეუძლია რომ 20 Hz-დან 20 kHz-მდე სიხშირეები აღიქვას. როგორ გვაკონტროლებენ სიხშირეების დახმარებით? 440 Hz-მდე არსებობდა 432 Hz. ეს არის ორივე 440 და 432 Hz არის ერთი და იგივე ნოტი, უბრალოდ 432 Hz ოდნავ დაბალია, ოდნავ დაბალი და თბილია. 440 კი აი უფრო აქტიური და დაძაბულია. მეტი არაფერი განსხვავება არ არის ამ ორ სიხშირეს შორის. რატომ წარმოიქმნა ეს თეორია, რომ 440 Hz-სა და 432 Hz შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და 440 Hz-ით ჩვენი გონების კონტროლი შეიძლება. რახან უკვე ვახსენე ბუნებისა და სიხშირეების კავშირი ერთმანეთთან, აქვე გაჩვენებთ. 432 Hz გეომეტრიულად და სიმეტრიულად სრულიად გამართულია. ვიზუალურად რა თქმა უნდა და ასევე ტონალურადაც. ხოლო 440 Hz სრული ქაოსია და ამას თქვენც ხედავთ. საერთოდ საიდან ვიცით რომ 432 Hz ან 440 Hz ჩვენს გონებაზე დიდ გავლენას ახდენს. არსებობს ამ შესახებ კვლევები, რომ 440 Hz ნამდვილად შეუძლია ადამიანის გონებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა, იმიტომ რომ ის სწორედ ტვინის იმ ნახევარსფეროზე მოქმედებს, ეს არის ტვინის მარჯვენა სფერო, რომელიც დაკავშირებულია გულთან და ჩვენ სულის გატეხვა მარტივად შეუძლია. რა საჭირო იყო 440 Hz-ზე გადასვლა?
იმ ადამიანებს, იმ top 1%-ს უნდა რომ ჩვენ გვაკონტროლონ ისე რომ ჩვენ საერთოდ ვერ შევამჩნიოთ. იმ თანდები პატარა სიხშირით, უმნიშვნელო სიხშირით, რომელიც ჩვენ მგონია რომ უმნიშვნელოა, მაგრამ რეალურად ნელ-ნელა ჩხლებს ჩვენს ტვინს და ჩვენს ნერვულ სისტემას. ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩატარებულა მეცნიერებაში, რატომ არის განსხვავებული 440 Hz და 432 Hz, რატომ აქვს განსხვავებული ეფექტი ადამიანის ტვინზე და ადამიანის ფსიქოლოგიაზე. Pillis ექიმთან ვიზიტის შფოთვის დროს, ძალიან ცუდი ძილის დროს 432 Hz დადებითად მოქმედებს ჩვენზე. ამცირებს კორტიზოლის დონეს. დარწმუნებული ვარ, ყველას გქონიათ ეგეთი შემთხვევა, რომ ძიხან მანქანაში მიდიხარ სადღაც და თქვა გაქვს გასავლელი ესე 50 კილომეტრი და usmen შენ საყვარელ მუსიკას. რომელსაც სწორედ ის თამდევი სიხშირე აქვს 440 Hz. usmen მოკლედ ამ შენ საყვარელ მუსიკას, მიდიხარ გზაზე და დაახლოებით 10-15 სიმღერა მოისმინე. გავიდა დაახლოებით 9:30 საათი და ნელ-ნელა იწყებს შენი ნერვული სისტემა გაღიზიანებადობას. ვერ ხვდები რატომ ღიზიანდება. გინდა რომ განაგრძო შენი საყვარელი მუსიკის მოსმენა, მაგრამ კიდევ უფრო ღიზიანდები. აი, გინდა რომ მოусმინო, usmen და მაინც ღიზიანდები. და ამასობაში ნელა ძალიან სულად ხდება. ეგ არის 440 Hz-ის დამსახურება, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული უცნაური და მისტიური სიხშირე, რომელთაც ცდილობენ რომ გაგვაკონტროლონ. ისე რომ ჩვენ ამის შესახებ ვერაფერი ვერ გავიგებთ. და მაინც იმ სიხშირეს ატომ ვიყენებთ, რომელიც ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს. That's it theory about mind control. ნაცისტებზე კონსპირაციულ თეორიას რაც შეეხება, ყველამ ვიცით, რომ ესეთი თეორიები ბევრი არსებობს, რომ ნაცისტები ტყვეების მიმართ იყენებდნენ ძალიან ბევრ ხერხს, რომ ისინი ეწამებინათ. იყო აქ მათთვის ფსიქოტროპული პრეპარატების მიცემა, ნარკოტიკებით მათზე ზემოქმედების მოხდენა, მაგრამ ასევე არსებობს ესეთი თეორია, რომ სწორედ 440 Hz ასმენინებდნენ ტყვეებს, რომ სულიერად გაეტეხათ ისინი. ფაქტობრივად იგივე ხერხს იყენებდნენ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ტყის წინააღმდეგ, რომ ისინი სულიერად გაეტეხათ და დანებებული იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ყველა ყოფილ ხართ ისეთ ოთახში, სადაც ძალიან ბევრი ზიზღი, სიბრაზე არის და თქვენზეც გადმოდის ეს ენერგია. ადამიანის ემოციაც სიხშირეა, როგორც კი შედიხართ, თითქოს ძალიან დაძაბული აურა დგას ოთახში. სწორედ ეს არის 440 Hz, რაც ჩვენში უარყოფით ემოციას იწვევს. ამაზე ძალიან ბევრი არტისტი ამბობდა და ლაპარაკობდა, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი არტისტი XXXTentacion, რომელიც ხშირად ლაპარაკობდა ჰინთებად, ესე რა ვთქვა და პატარ-პატარა მინიშნებებს გვაძლევდა, რომ ჩვენ გვაკონტროლებენ, თუმცა ამას ვერ ვიაზრებთ და ყველაზე მეტად მაინც ეს კონტროლის მექანიზმი, რომელსაც მუსიკალური პროგრამირებით ციცნობენ, მუსიკალურად ჩვენი ტვინის გადაპროგრამება ხდება. უფრო მეტი აქცენტი მაინც მუსიკაზე გაკეთებული, იმიტომ რომ მეინსტრიმ მუსიკის უმეტესობა 440 Hz-ში იწერება. იქნებ მართლა უბრალოდ კომფორტული ტონალობა, რაშიც ყველა მუსიკოსი სამხდება, რომ მოდი ამ ტონალობაზე ვიმუშაო. მაგრამ აქ ერთი საინტერესო ფაქტია. მთელი ეს ვიდეო, ყველა ის მუსიკა, რაც თქვენ გესმოდათ, ყველაფერი 440 Hz-ში აწყობილი. იფიქრე.